მწვადი ჭამითაც შეიძლება წონის დაკლება. ნახე, ჭამს ჭიმი ერთ-ერთი მომხმარებელი, ვისაც პირადად კონტროლობს კვება. აქ არის და მოусმინე რას ეუბნება? დიახ, მწვადი, ოღონდ უფრო ძვლიანი ნაწილებია, რომ ბევრი არ ყოფილიყო. ძვლიანი. ხორის ხორცია, ოღონდ ცვალები აქვს ბევრი. მე კიდე დავიკელი 1 კილო. უკვე 3 კილო მაქვს დაკლებული. ვაიმე, ჭკვაზე რას ეკაროთ. 3 კილო მაქვს დაკლებული. ძალიან მიხარია და მიკვირს. უი მართლა გუშინ კიდე წნევის წამალი ღამის არ დამჭირდა. ისე დაბალზე ჩამოვიდა წნევა, რომ არ დამჭირდა ხამე რასაც ვსვამ წნევის წამალს. ხო, ნუ მე ძალიან დამეტყო. ეს მოწესრიგებული კვება. ძალიან დამეტყო. დიდი მადლობა. სწორი კვებით ყველა მეტაბოლიკ პრობლემა. შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის წარბიწონა, წნევა, უძილობა, ბევრი დაავადების მარტო გასწორებული კვებით არის შესაძლებელი. და მე მაგას კი არ გეუბნები, ეს ადამიანი იმიტომ კი არ გაჩვენეთ, რომ მოდი ეხლა გადამიხადე და მოდი ჩემთან და დაგიწერს სწორი კვება. ესე არ არის, მეგობრებო. ჩემი YouTube არხზე, ჩემი Facebook გვერდზე დევს ეს ყველაფერი. ჯოგი ადამიანი მიხვდა და დაიწყო სწორი კვება და დღეს კარგი შედეგი აქვს. თქვენს თუ დღეს არ დაიწყებია, მიდი დაიწყეთ სწორი კვება, გამოიწერეთ ჩემი არხები და სულიკავი ჯანმრთელი და ბედნიერი.